მოგესალმებით. წინა ვიდეოში დავამატეთ რესურსების მიწიდან აღების სისტემა. ასევე შევქმნით მუშა ინვენტორი. გარდა ამისა, თამაშში დავამატეთ საყვარელი კურდღლები, რომელიც გარემოს ძალიან მოხდება და თამაშს მეტ ხიბს ძენს. დღევანდელ ვიდეოში ბევრად საინტერესო სიახლეებით გიბრუნდებით. დღეს ნახავთ, როგორ დავამატე კრაფტინგ სისტემა, რომლის საშუალებითაც შეგვეძლება სხვადასხვა ნივთების დაკრაფტვა შეგროვებული რესურსების გამოყენებით. გარდა ამისა, შევქმნი ხეების დაჩექვის მექანიკა რესურსების მისაღებად და ამის გარდა შეგვეძლება წერაქვის გამოყენება ქვების დასანგრევად. მოდი დავიწყოთ. პირველი რასაც დღეს თამაში დავამატებთ არის კრაფტინგ სისტემა. რადგან სურვავი თამაში კრაფტინგ სისტემის გარეშე არაფერია. სწორედ ეს მექანიკა აძლევს მოთამაშეს შესაძლებლობა შექმნა საჭირო იარაღები და ნივთები შეგროვებული რესურსებისგან. ასე რომ დავიწყოთ და ვნახოთ როგორ იქნება ეს სისტემა თამაშში. 2 hours later. ყველაფერი ისე როგორც ინდურ ფილმებში. თუ შევაგროვებთ საჭირო რესურსებს, ჩვენ შემთხვევაში 3 ქვას და 3 ჯოხს, უკვე შეგვეძლება ნაჯახის დაკრაფტვა. ამით მოთამაშე უკვე პირველად შეძლებს საკუთარი იარაღის შექმნა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ნაჯახის დაკრაფტვა არ არის თავარი. მოთამაშეს უნდა შეეძლოს ასევე მისი გამოყენებაც. ამიტომ ეგრევე დავიწყო შემდეგი ფუნქციაზე მუშაობა, რომელიც დაკავშირებულია ნაჯახის ანიმაციებთან. პირველ რიგში შევქმნი idle ანიმაცია, რომელიც ერთვება მაშინ, როცა ნაჯახი უბრალოდ ხელში უჭირავს მოთამაშეს და არაფერს არ აკეთებს. შემდეგი ანიმაცია, რომელიც თამაში დავამატე, უკვე ნაჯახის მოქნევა. ეს ანიმაცია აქტიურდება იმ მომენტში, როდესაც მოთამაშე მაუსზე მარცხენა ღილაკს დააწვება. ეხლა კი სანამ არ ცოტა ხანაზე ვისაუბრო, ვიყოთ სიჩუმეში. ესეც დასრულებული ანიმაცია, მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ ანიმაცია არ არის საჭირო, ასევე გვჭირდება კოდის დაწერაც. და ესეც უკვე საბოლოო შედეგი. როგორც ხედავთ, ეხლა უკვე შეგვიძლია ნაჯახის მოქმედებაში მოყვანა მაუსზე დაკლიკებით. დღეს კი დაემატა საკუთარი სიცოცხლის მაჩვენებელი. თითო დარტყმაზე ის ნელ-ნელა იკლებს და როდესაც სიცოცხლე ნულზე ჩამოვა, ის საბოლოოდ მოიჭრება და დაეცემა. თამაში მხოლოდ ნაჯახი და მორები არაა საჭირო. ასევე გვჭირდება ქვებიც. რადგან მოთამაშეს ხშირად მოუწევს სხვადასხვა აქტივობებისთვის მათი გამოყენება. ქვების შეგროვების ყველაზე მარტივი გზა კი ლოდების დანგრევაა. ამიტომაც დავამატე წერაქვი, რომელიც საშუალებას ეძლევა უფრო ეფექტურად და სწრაფად შევაგროვოთ რესურსები. რაც შეეხება ანიმაციებს, ნაჯახისთვის რადგან უკვე მზად გქონდა ანიმაციები, წერაქვის ანიმაციების შექმნა გამიმარტივდა და სწრაფადაც გავაკეთე. მართალია წერაქვის ანიმაციები უკვე გამართულად მუშაობს, თუმცა როგორც შეამჩნიეთ, ჯერ საინტერესო არაფერი არ ხდება. ამიტომ ეხლა ქვებსაც დავამატებ ანიმაციებს. როდესაც მოთამაშე წერაქვით დარტყმას განახორციელებს, ქვა ოდნავ გაიზრევა და თამაშს რეალიზმს თუ არ შეძლებს, უფრო საინტერესო გახდება მისი თამაში და რაღაც ძალიან მოსაბეზრებელი არ იქნება. მე პირადად ასე ვფიქრობ. მაგრამ თუ თქვენ არ ფიქრობთ ასე, შეიძლება ყველაფრის გათვალისწინება და შემდეგ ვიდეოებში გამოსწორება ამის. ამიტომ დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. როდესაც ყველანაირი ანიმაციის გაკეთება დავასრულებ, დადგა გამეტესტა ეს ყველაფერი. ჩავთე თამაში, ავაგროვე საჭირო რესურსები, დავკრავთე წერაქვი და უკვე თქვენი თვალსაჩინო შედეგი. დღეისათვის კი სულ ეს იყო. თუ მოგეწონა ვიდეო, გამოიწერე არხი, მოიწონე ვიდეო. ეხლა კი გავეშვი სხვა საქმეებისმეტ.